საღამოს 5 საათის შემდეგ CNN-ი პირდაპირ ჩართვას თბილისიდან აღარ წყვეტს. ანალოგიურად მუშაობენ მსოფლიოს სხვა მედია გიგანტები. BBC, Euronews, Reuters მუდმივად რუსთავიორის მეშვეობით მთელ მსოფლიოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უჩვენებენ. პარალელურად მათ ვებგვერდებზე უახლესი ინფორმაცია თბილისიდან ყოველწუთს იცვლება. კადრები CNN-ის რეპორტაჟიდან საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის შენობიდან მაშინ გააგდეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა. ოპოზიციის მომხრეებმა შტურმით აიღეს პარლამენტის შენობა. შერაღებულმა პირებმა იგი მანქანამდე მიიყვანეს და გააცილეს. პარლამენტის შენობა დატოვეს სხვა პოლიტიკოსებმაც. საქართველოს სადაც დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყოფილ საბჭოთა სივრცეში უღარიბეს ქვეყანად ითვლება, თუმცა ქვეყანას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. CNN-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ჯილ დაგერთი კი აცხადებს, არავის სურს რომ ეს ქვეყანა განადგურდეს. BBC-ის კორესპონდენტის შეფასებით საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსების ახალი თაობა გამოვიდა. პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ხავერდოვანი რევოლუცია შედგა, ჩვენ ძალადობის წინააღმდეგ გამოვდივართ. BBC-ის ინფორმაციით პოლიცია და შინაგანი ჯარი ოპოზიციის მომხრეებს წინააღმდეგობას არ უწევდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტრადიცია დაარღვია და ახალი პარლამენტის გახსნაზე არ მივიდა იუწყება NTV. პარლამენტის აღება საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციის კულმინაცია იყო. ბრიტანული სააგენტო Reuters ინფორმაციით მას შემდეგ რაც ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შენობაში შევიდნენ, პრეზიდენტი იქიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. ქვეყნის პირველი პირის ფუნქციები კონსტიტუციის თანახმად პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო თავის თავზე. პრეზიდენტმა მოხდარ სახელმწიფო გადატრიალება უწოდა, თუმცა ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოში ხავერდოვანი რევოლუცია შედგა.